საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ხოდა მაღალი ღიღინებს ეს პატარა მინდორველი ჩემია ეს პატარა მინდორველი ჩემია ეს პატარა მინდორველი ჩემია ეს პატარა მინდორველი ჩემია ხოდა მივა შევარდნაძე და ეტყვის მოგცეულიყავი ცოტა უფრო ჭკვიანურად და ეს წყარო და ახალ გორის ჩემიას იმღერებდიო ხოდა სახალხო კრების წევრებს ზონდერები დაესხმებიან თავს და ცემენ და კრების წევრები ეტყვიან ბარემ ისე გწებეთ რომ 21 მაისს ფეხზე ვეღარ დავდგეთ თორემ აღარ გვინდა ხა მეორედ რომ გწებოთო საღამ მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ გაემზადეთ ხალხო 21 მაისიდან ყველანი ვიწყებთ ბედნიერ ცხოვრებას. დიახ, 22 მაისიდან უკვე გამარჯვებულ საქართველოში ვიცხოვრებთ. რა თქმა უნდა, რაღაც მაიმუნურმა პროვოკაციებმა თუ არ შეგვიშალა ხელი. ღმერთო, აგვარითე პროვოკაციები. ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრების წარმომადგენლები 21 მაისს დაგეგმილი აქციებისას შესაძლო პროვოკაციებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ინფორმაცია ბურჯანაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაუზიარა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერი და სხვა წევრებიც აქტივისტების დევნისა და მათზე ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობდნენ. ეგ არის რა, აი საქართველოში პოლიტიკოსობა ძალიან ადვილი საქმეა. გამოხვალ მიმართავ ხალხს დაპირდები გამარჯვებას, ბედნიერ ცხოვრებას, მე დანაპირებს აღარ შეუსრულებ და ყველაფერს პროვოკაციებს და პროვოკატორებს დააბრალებ. აი ჩემი მაგალითი ეგრე არ იქცევა? მოდის ხოლმე და ჩუმად მეუბნება ვასიკო ძალიან მინდა რომ ქართველები ბედნიერად გაცხოვროთ, მაგრამ რა ვქნაო? პროვოკატორები ხან ქსენიებს მიგზავნიან და ხან მასაჟისტებს და ვერაფრით ვეღარ მომიცალეთ თქვენთვის. ხო და ნინო ბურჯანაძე და ხან მისი სახალხო კრებაც მგონი ასე მოიქცევა. შეკრებს 21-ში 15000 კაცს და მე იტყვის, აი დანარჩენი ხალხი პროვოკატორია და პროვოკაციულად არ მოვიდნენ ჩვენს კრებაზე. აბა რა ვქნა ეხლა მეო? შიშველი ხელებით როგორ მოვახდინო რევოლუციაო? მერე ჩვენი პოლიტიკურად გათვითცნობიერებული სამართალდამცავები წილქვეშ რომ გაიფენენ შეთხელებულ დემონსტრანტებს შეფიცულთა რაზმეულის ხელმძღვანელი გამოვა და იტყვის კი თქვით ეხლა ჩვენ ადამიანების სცემას არ შევარჩენთ ხელისუფლებასო მაგრამ ამ ჯგუფში ვერ ჩავერთვებით ეს ყველაფერი პროვოკაციაო მე ვერ ვხედავ ეხლა პროვოკაციულ და არაპროვოკაციულ მისიკვდილებას შორის დიდ განსხვავებას მაგრამ გუმანი და ძველ აქციებზე გატეხილი ფერდის ძვალი მკარნახობს რომ მთავარი შეფიცული დაინახავს მე მისავათებულები რაღაც სასწაულით სახლებში რომ აღმოჩნდებით, ისევ ნინო ბურჯანაძე გამოვა ტელევიზიით და გვეტყვის, უი მე ხალხო ეს როგორ დაგვემართ. უეჭველი ვიღაც პროვოკატორი დასტინ ჰოფმანი ავიდა ტრიბუნაზე და ვითომ ნინო ბურჯანაძე იყო ისე თქვა, ახლა სახლებში წავიდეთ და სხვა დროს შევიკრიბოთ. ხო? გაზეთი ვერსია აქვეყნებს ბატონი გოგა გაბაშვილის სტატიას. თუ ეს მოპროტესტე ჯგუფები ხელში ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებსა და ავტომატებს აიყებენ, პასუხიც შესაბამისი გაიცემათ. შემდეგ ინტერვიუში ვკითხულობთ, ამორალობასა და უზნეობას რომ თავი დავანებოთ, უკვე გაქანებისა და ინტელექტის საკითხია, რამდენად სწორია გზა, რომელსაც დაადგნენ. რამდენიმე პროვოკატორის მობილიზებითა და მცირე პროვოკაციებით ამ გზის გამართლება მით უმეტეს შეუძლებელია. მოკლედ შევიკალეთ ეს პატიოსანი ადამიანი ხელში. სულ რაღაც 8 წელია, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ამორალური ხალხის ცემა ტყეპის გარდა არაფრისთვის არ მოვაცლევინეთ ეს. ისე ამ ამორალურ ხალხსაც ეტყობა რაღაც ჩვეულებრივ ხალხზე უფრო მაგარი ბეჭები აქვს, თორემ სასწაულია ამდენს როგორ უძლებენ. ისე ბრძენი კაცია ეს გოგა. დასვა ახლა ხალხი და აფიქრებს რა ვქნათ. წავიღოთ ეს მოლოტოვის კოქტეილები, ვაცემინოთ თავი გოგას თუ არაო. ისე მე მგონი უფრო წაიღებენ, იმიტომ რომ ბოლოს 7 ნოემბერს სრულიად უკოქტეილოებსაც კბილებში წიხლები ურტყეს და არ წაღებას რაღა აზრი აქვს. მაგრამ აი ხა დავფიქრდი. მე მგონი ვერ წაიღებენ. 2.35 გახდა ბენზინი ხა, რომელ გამწარებულ დამშეულ ქართულს საქსო კოქტეილში ჩასასმელი ბენზინი. ხა თელიერი შეიკრიბოს, აკრიბოს ბოლო 10 თეთრი და ერთი რეგულარის ბენზინიანი კოქტეილი გააკეთოს, მაგრამ მაგასაც ვერ გაიმეტე მე სასროლად. იტყვიან ახლა ეს რომ ვისროლოთ, რა ვიცი, ახლა ხვალ რა მოელანდებათ, მაღალი ძმებს იქნება ამის ფასიც ატლარზე ავიდესო. ხო და ყველა ჩუმჩუმად მიეპარება და იმ ერთადერთი კოქტეილიდან ჩუმჩუმად გადმოისხავენ ავზებში რეგულარს და ესე იგი ყასიდად ნაზრული კოქტეილი რომ არ აფეთქდება, ისევ შიშველი ხელებით შეუდგებიან ხელისუფლების დემონტაჟს. ხა
უგემოვნო და ბოროტი პოლიტიკოსები გამწარებულები არიან ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობით. დაადიან, მიედმოედებიან და შავი ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზ ქალაქსაც კი აკრიტიკებენ. მაგრამ ეგ არაფერი ხა. ჩვენი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ტელევიზიები მეტგად იცავენ ჩვენ სამშობლოს ვერაგი პოლიტიკოსებისგან. კიცმარიშვილი ბათუმში ბევრჯერ ყოფილა. რამდენად წარმატებით რთული სათქმელია, თუმცა იქ საპროტესტო აქციაც კი გაუმართავს. თავისივე სიტყვებით, აჭარის დედაქალაქში ბოლო სტუმრობისას მას პირი ღია დარჩენია. გაოცების მიზეზებზე კი მედიას ესაუბრა. მართლაც პირდაბრჩენილები ვრჩებით, როდესაც ვხედავთ იმას, რაც დღეს ბათუმში ხდება. ასწლიანი ბულვარი ნადგურდება, რათა იქ სააკაშვილის მორიგი აკვიატება აშენდეს. იდგმება ძეგლები, რომლებსაც არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ გააჩნიათ. ადამიანს ნამდვილად დარჩება პირი გაღებული, როდესაც აბსურდის ასეთ მასშტაბებს უყურებს. მასშტაბური აბსურდი, რომელზეც ეროსი კიცმარიშვილი საუბრობს, ასე გამოიყურება. არა, ეგზომ სწორხაზოვანი ტელეკომპანია ეს ტელეკომპანია იმედი ხო. როცა ჩვენი ქვეყნის ბედნიერებაზე იწყებს საუბარს, მაშინვე ჩქეფებული შადრევნების კადრებს გამოფენს ხოლმე ხო. აქაო და როგორ შეიძლება ქალაქში ამდენი შადრევანი იყოს და ხალხი ბედნიერი არ იყოს. მე ნელ-ნელა უკვე იმასაც ხვდები ხა. დანარჩენ ქალაქებში რატომ გვიხსნიან გაცილებით ნაკლებ შადრევანს. აბა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა გაგვიხსნიან სადღაც თემქაზე შადრევანს და ვიტყვით აი ჩვენს გაგვიკეთეს ისეთი მაგარი რაღაცა რამაც ბათუმელები გააზღო და დაანაყრაო ხო გაგვიხარდება შემოუცხდებით შადრევანს და დაველოდებით ბათუმელებივით ჩვენს როდის დავნაყრდებით ერთ დღეს მოვითმენთ მეორე დღეს მოვითმენთ და მესამე დღესაც შადრევნის აუზში ჩაშვებულ ანკეს რომ დონალდ ტრამპი და ევროპული ინვესტიციები არ ამოყვება მივხვდებით რომ მარტო შადრევანი ადამიანს არ აწყობს და იმასაც მივხვდებით რატომ იკრიბებიან ბათუმელები მაინც და მაინც შადრევნის გარშე რატომ? იმიტომ რომ შადრევნის ხმაურში მთავრობის გინება შედარებით უსაფრთხოა. ისე ეს იმედიც ვერაფრით ვერ დაიხვეწა რა. ვერ ხედავს რომ თავისი მეგობარი რუსთავი ბათუმის შადრევნის კადრებთან ერთად ერთ-ორ მაძღარ კარმჭამელ ბათუმელსაც რომ აჩვენებს ხოლმე და ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებლად რომ გამოიყურება. მაგრამ რას ვიზამთ ახლა? ჩვენ მთავრობასაც უნდა ვაპატიოთ. ფაცი-ფუცით გააკეთეს ახლა ეგ იმედი. ფლობელს რომ ართმევდნენ ამ ტელევიზიას, მაშინ ტელევიზიის გარეთ ვინც კი ბადრის აგინებდა, ყველა შიგნით თანამშრომლად შეერეკეს. რუსთავიორში კიდევ გაცილებით კვალიფიციური კადრები მუშაობენ. მათ 4 ენაზე გინება და 7 ენაზე წყევლა იციან. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. 21 მაისის მოახლოებასთან ერთად მთავრობაში იმატა დაძაბულობა, შიშმა, სტრესმა, კოშმარულმა სიზმრებმა და სხვა სახის სიფხიზლეებმა. ძვირფასო ხელისუფალნო, დამშვიდით და დარდი გაუშვით. ეს ხომ ქართული ოპოზიციის უბრალოდ მორიგი გამონავარდებაა. 21 მაისი. ახლა უკვე მთავრობა ბჭობდა და ოპოზიცია იცინოდაო. ქართველ და არა მარტო ქართველ პროვოკატორთა საყურადღებო. ძალიან გთხოვთ, რომ არც ერთი თქვენგანი არ გამოცხადდეთ ამ წლის 21 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართულ დიდ საპროტესტო გამოსვლაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც არ გაინტერესებთ, ახლა რაღაც მოიმიზეზებენ. ოპოზიცია, პროვოკატორებო, თქვენ პროვოკატორებო. მთელი ელი აღფრთოვანებული გავრჩით ქართული სამხედრო მანქანების გამოჩენით. დიახ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა სამხედრო ინდუსტრიამ ჯავშან ტრანსპორტიორი დიდგორის წარმოება დაიწყო. მაგრამ რა გინდა ახლა? გუშინვე სააგენტო ინტერპრესნუსმა ირაკლი ალადაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა. დიდგორი აწყობილია ამერიკული ფორდის ტიპის პიკაპის ბაზას. აი რა მოხდა მერე? ჰა? ამის გამო ხა რა უიმედოში შავარდეთ და იმასე ფრუსტრაციაში? ასე უნდა დავწრილმანდეთ და გული უნდა გავიტეხოთ? გაურკვეველია ჩემთვის. რა, ჩვენი პრეზიდენტიც ამერიკულ და რუსულ საგანმანათლებლო ბაზებზეა მომზადებული და რა, საქართველოს ისტორია არ იცის თუ ქართული ენა. ისე რაჭკილადურად მოიქცა, ხო? ორივეგან რომ მოემზადა. მაშინ ისეთი არეული დრო იყო, ვერ გაიგებდი ხა რომელი ქვეყანა დაეპატრონებოდა კავკასიას, ხო? და ამანაც ინგლისურ კომპიუტერის ისწავლა და რუსული ავტორიტარიზმიც, ხო? ხო და კონდეს ახლა ამერიკული დიდგორი რა. არ შეიძლება? თავარსადამა დავით, ესე იგი დავითის ლეგენდებით გაამხნევოს ჩვენი მებრძოლები, ბრძოლისველი კი დიდგორისველი და ქაბულის მაღლობზე გადავიტანოთ. სამაგიეროდ ჩვენს მთავარსარდალს ექნება სული და მხნეობა ჭეშმარიტად ქართული. ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ რომელიმე რუსული სუ არ გადმოიფრენს, ხო? აი მერე კი სულ ფეხებზე დაიკიდებს. ქართულ დიდგორამდე უფრო მალე მიირბენს თუ ამერიკულ ფორდამდე. გუშინ სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა გორის რაიონ სოფელ სვენეთის სკოლაში. ყოველ შემთხვევაში ბავშვები ძალიან გახალისდნენ და გააერთნენ.
გორის რაიონის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში გველები შენიშნეს. ქვეწარმავლები ბავშვებმა სკოლის ეზოსა და დერეფანში დაინახეს. ერთ-ერთი მათგანი თავად ბავშვებმა მოკლეს, მეორე კი გაუჩინარდა. სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელში მსგავსი შემთხვევები ხშირია. ესეც კიდევ ერთი წარმატება და ნომერ პირველობა განათლების რეფორმაში. დიახ, ზუსტად იმ ადგილას არსებობს ეს კომფორტული სკოლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენები განვითარდა. ისე ამ სკოლას ნამდვილად აკლია მანდატურები, თორემ მანდატურები რომ ყოფილიყვნენ, ხა ბავშვები ხომ ვეღარ გაერთობოდნენ გველებით და იძულებული იქნებოდნენ ესწავლათ და ისა გაკვეთილები არ გაეცდინა. იცით ახლა რა გამახსენდა? ცოტა ხნის წინ ჩემი მაღალი რომ იყო ვაზიანის სკოლაში და სიტყვით რომ გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარდა იმისა რაც აქ არის და ბავშვი სახში ამ ბავშვებს კიდევ ძალიან წარმოუდგენელი სიღარიბე აქვს აქ გარშემო. მაგრამ სკოლაში მოდის ისეთში, როგორც სკოლაში სწავლობს შვეიცარიაში და ჰოლანდიაში მისი თანატოლი. უკვე ესე იგი ბავშვობაში რაღაცა სეგმენტი უჩნდება, რომელსაც ამოყავს ამ სიღარიბიდან. და აქ მაინც რო იყოს კარგად დაცული და ინტეგრირებული, მე ეს გავცელდება ასევე დანარჩენ საქართველოს. მე მაინტერესებს თქვენ სვენეთის სკოლის მოსწავლეებო, რატომ არ გაქვთ უკეთესად ცხოვრების мотиваცია და რატომ ერთობით გველებით, დიმიტრი შაშკეს მიმართავ. სასწრაფოდ შეიყვანოს ამ სკოლაში მანდატურები და გამოიყვანოს იქიდან გველები. თორემ სვენეთის სკოლის მოსწავლეები საერთოდ აღარ სწავლობენ და გაზარმაცდნენ. ხო. კაი, ხა, სწავლას და ბავშვების მომავალს რომ თავი დავანებოთ, თქვენ თვითონ რა არ ჭირდებათ არჩევნებისთვის ეგ სკოლა. განამხოლოდ იმიტომ არ უნდა გარემონტდეს და მოეწყოს სკოლა, რომ 2013 წელს ამ მომშევლებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. რა პონქტია ხა? საარჩევნო ყუთან გველი რომ გეჯდეს და შენ ხმას აძლევ. ნუ კაი, ხა, ერთ გველს მაინც მიჩვეულები ვარ საარჩევნო ყუთთან, მაგრამ 2 და 3 ეხა უკვე ტეხავს. ან თუ გარემონტება არ გინდათ, გადაამზადეთ გველები, დამკვირვებლებად და ჩაატარეთ ისეთი გამჭვირვალე არჩევნები, როგორიც თქვენ გეპიტნავებათ. ნამდვილად ასე სჯობს, თორემ ბავშვების მომავალი 2013 წლის შემდეგ ხომ საერთოდ აღარ იქნება თქვენი საზრუნავი. 26 მაისი ახლოვდება და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. გარდა ქართული წარმოების საბრძოლო ჯავშან-ტრანსპორტიორების პრეზენტაციისა, გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ აღლუმზე კიდევ ერთ ელიტარულ ქვედანაყოფს წარუდგენს ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთ სიურპრიზ დამოუკიდებლობის დღისთვის სუხიშვილები ამზადებენ. რუსთაველზე ყველაზე მასშტაბური ხორუმი შესრულდება. ანსამბლის 100 წევრი 26 მაისს რუსთაველზე სამხედრო ფორმებში ჩაცმული იცეკვებს. სუხიშვილები აღლუმზე უწყვეტ ჯაჭვი ჩადგებიან და დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე ხორუმის ცეკვით ჩაივლიან. ვიშ, რა კარგი ნოუ-ჰაუ. ძალიან მომეწონა. ამიერიდან ქართული ხალხის უსაფრთხოებაზე ბრავო სუხიშვილები და ალფა სუხიშვილები იზრუნებ. უნდა თრთოდეთ და გეშინოდეთ რუსებო. ამიერიდან ჩვენს ხელში მასობრივი განადგურების იარაღია. ახლა ნახეთ, 5 დღეც აღარ დაგჭირდება თქვენს დასამარცხებლად. ერთ დღეში გაგისწორდები და გაგანადგურებთ. იშ! ეგრე. აღარც ებრაული სამხედრო კომპანიები გჭირდება და აღარც აღარაფერი. თავადაც შეგვძლებია ძლიერი იარაღის შექმნა, თუმცა საქმე იცით რაშია? როდესაც მთავარსარდალი სამხედრო აღლუმს იბარებს, სამხედრო სალმით ესალმება მომავალ მებრძოლებს. აი, ასეთით. ხო. და როდესაც სუხიშვილების ელიტარული ქვედანაყოფი დაფნა ზურნი და ტაშფანდურით ჩამოივლის რუსთაველის გამზირზე, ჩემი მაღალი მათ აი ასე მიესალმება, ალბათ. აბა ეხლა სხვანაირად როგორ უნდა მიესალმო მოცეკვავე ჯარს, მე არ ვიცი, ხო. თან ეს ცეკვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ჩემმა მაღალა მე თავი იმართოს 2008 წელს გორში კი არ გამოვრბოდი, უბრალოდ შალახოს ცეკვავდი და ცხვირსახოცის სასაღებად ვიყავი დახრილი, თორემ რა let's move away, რა let's move away-ო. ახლა კი ეთერში პოლიტიკოსების რჩეული და ფრთიანი გამონათქვამების დრო. იცინიან და იცინიან ჩვენს ეთერში. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. აღმოჩნდა, რომ ევროპული და ქართული ჰაერი მასზე ერთნაირად მოქმედებს, რადგან რასაც საქართველოში ლაპარაკობს, იგივე სიმეორებს ბრიუსელშიც. საქართველომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია სამხედრო და სხვა საკითხებში. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. მან ზედმიწევნით ზუსტად იცის ამოცანების და სამუცნობიანი განტოლებების ამოხსნა და ეხლა რა გასაკვირია, რომ სახელმწიფო ამოცანების ამოხსნაც იცოდეს. ჩვენი ამოცანა ბუნებრივია გახლავთ ამ ადამიანებს ხელი შეუწყოთ თავიანთ სამეწარმეო საქმიანობაში. იმისათვის, რომ ისინი არ წააწყდნენ სხვადასხვა ტიპის ბარიერებს თავიანთ ბიზნეს საქმიანობის განმავლობაში.
მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა არა რომელიმე პიროვნებამ და პოლიტიკურმა ფიგურამ, არამედ კვლევით კომპანია EBRD-მ, რომელმაც ღრმად ჩაიხედა ქართულ სახელმწიფოებრიობაში და შემდეგ დასკვნამდე მივიდა. თბილისი მერიოდში მეშვიდე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. შეკრებილებმა EBRD-ის ახალი კვლევა განიხილეს, რომელშიც საქართველო ისევ ლიდერია. კვლევა ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების დროს კორუფციის აღმოფხვის კუთხით ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დროს საქართველოში კორუფციული გარიგებები თითქმის აღარ ხდება. მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა მინისტრმა, რომელიც ამ რუბრიკაში არასოდეს ყოფილა. მივულოცოთ, მან ნავსი გატეხა. ტრადიცია დაარღვია მისთვის უჩვეულო, თუმცა ზოგადად ხელისუფლებისთვის ჩვეული განცხადება გააკეთა. აუცილებელია ვიცოდეთ ხალხის აზრი. ამიტომაც არის არჩეული ასეთი ფორმატი და შესაბამისად შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ღიები ვიყოთ, გავითვალისწინოთ ის, რასაც მოვისმენთ, იმიტომ რომ ასეთი შეხვედრები მოგცემს საშუალებას უფრო გამჭვირვალე და სწორი ბიუჯეტი შევადგინოთ. პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი დაიკავა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მოახლოებული მასშტაბური აქციების წინ გვაცნობს იმ ამოცანებს, რომელთა ამოხსნასაც 21 მაისს მთელ ერთან ერთად აპირებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს რეალური დემოკრატია და არა ნეობოლშევიზმი, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ეს გახლავთ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.